ვიდრე შეგვიძლია. და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რასიზმ, ბედის წერას ვერ გაექცევი. ჟიული შარტავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი და ბოლომდე იცავდა მას. სოხუმის დაცემამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ჟიული შარტავას კაბინეტში მეუფე კალისტრატე ეწვია. იდგა შარტავა მეუფის წინ და ამბობდა: უფალო, მე წამიყვანე და საქართველო გადამირჩიე. მეუფე აწნარებდა და მერე ისე რომ ჟიულის არ გაეგო, თქვა: ამას უფალი 3 დღეში წაიყვანსო. ზუსტად ასე მოხდა. ამ ამბიდან მესამე დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს. საქართველოს ეროვნული გმირი დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს დიდგორისა და ვახტანგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენი. 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.